მოგესალმებით ჩემო მეგობრებო, როგორ ხართ? მოგიკითხავთ დიდი სიყვარულით და მადლიერებით თითოეულ თქვენთაგანს, განსაკუთრებით ოღონდ ჩემს გამომწერებს, ვიქნები სუბიექტური, ვიქნები ტენდენციური და იმ ადამიანებს, რომლებიც უკავშირს არ იზარებთ სხვადასხვა ფორმით. ნახეთ სანთელსაც რა ამბავი დაემართა. ხო, თუმცა ნდობისთვის რა თქმა უნდა ყველას, ვინც ახლა პირველად უყურებთ ჩემს არხს და პირველად ხართ სტუმრად შემოსული, ადამიანები, რომლებიც რა თქმა უნდა სულ ერთგულად ჩემს გვერდით ხართ და ადამიანებს, რომლებიც რატომღაც რა ვიცი, გრძელვადიან ქრონიკულ სიტუაციაში კულისებიდან მადევნებენ თვალს. ნდობისთვის მართლა ძალიან დიდი მადლობა ყველას თქვენთაგანს. და ვნახოთ მოდით დღეს ასეთი თემა თქვენ. როგორ ხართ? რა ხდება ისეთი რაც თქვენ არ იცით თქვენს თავზე, ან არ გინდათ რომ იცოდეთ და ისე გულდასმით მალავთ სკიურში. სულის სკიურში და სულის ბიბლიოთეკის სხვადასხვა თაროზე რაღაცები გაქვთ შემოდებული, ან აღარ გახსოვთ და გახსენებაა საჭირო, ну მოკლედ. თქვენ რა ხდება თქვენს თავზე? და ვნახოთ აბა ვინ ხართ? დღეს ერთ ვარიანტზე ვაკეთებ გაშლას და ვნახოთ აბა ვინ ხართ. ოხო, თვარის არკანი. და აბა კიდე მანახე ვინ ხართ? და რა ხდება მეგობრებო, ენერგიებზე გადავედით? სიგნიფიკაცია არ მინდა? ნუ ეგეუბნებით რა. კიდე მანახე, აბა მანახე. ოპა. Ничего себе. Вау. Да, არა, აქ ენერგიების მოყოლის ამბავია, მეგობრებო. ой, უკაცრავად რაღაცა ძალიან ცუდად სადგამის თემაა. კაი, მოდით ასე გავაკეთოთ. ეხლა კარგად მომისმინეთ გულდასმით, სანამ გაშლას მივყვებოდე. მე აქ რასაც უყურებ მეგობრებო, უმეტესი ენერგიებს მიყვებით თქვენსას, თუმცა რა თქმა უნდა მე სიგნიფიკაციის გარეშე არ გავაგრძელებ გაშლას და მოგახსენებთ ყველაფერს ძალიან ისე ტეტა-ტე, მაგრამ ნახეთ ახლა. ერთ რამეზე მინდა გავამახვილო ყურადღება, ვისაც გეზარებათ მოსმენა და პირდაპირ გაშლა გინდათ, გადაახვიეთ, არ არის პრობლემა, მაგრამ ვისაც მოსმენა გინდათ, მომისმინეთ, ნახეთ. დღევანდელი ცხოვრება არის აბსოლუტურად განსხვავებული სიბრტყის, განსხვავებული მოცულობის, მართლა, განსხვავებულ აგრეგატულ მდგომარეობაში ვართ, მოკლედ ქიმიას რომ შევეხოთ ადამიანები. ეგ კი არა და ნახეთ ის სტრესი ისეთ ლაიტმოტივად ექცა უკვე ცხოვრებას რომ პირდაპირ ანუ ვაკანსიების როცა იდება ხო იქ ანუ ერთ-ერთ პირობად არის წამოყენებული ხო რომ სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი სადამდე მივედით ხვდებით რომ უკვე ვაკანსიებში ერთ-ერთ წინაპირობად არის ეს რომ აი ეს თუ შეგიძლია სხვა რაღაცებთან ერთად კი ბატონო ოკეი აგიყვანთ ნახეთ ვიღვიძებთ და უკვე სტრესია. ჯერჯერობით რომ ვერ გამოვიცინეთ კარგად, ხო? ნუ ეს ეპოქა თუ ეს პერიოდი უკვე არაფერში აღარ ყოფნის ადამიანს. მათ შორის ვერც ძილში, ხო? ნუ თუ კარგად გამოვიძინე, მაშინ აი ნუ დილით ვარ გასაქცევი სადღაც და ჰოპ უნდა ჩავიცვა იქ რაღაცა ბავშვს უნდა ჩქარასაუზმე მოუმზადო იქ მეუღლეს რაღაცა უნდა გავუკეთო მამაკაცი თუ ვარ ასევე ვიღაცა სადღაც უნდა გავაქციო წამოვიყვანო თუ საერთოდ ოჯახი არ მაქვს რა პრობლემაა ხო ჩემი საქმეები მაქვს მილიონი მანქანა მყავს რა ვიცი 40 წუთი იმაში უნდა ვიყო გაჭედილი საცობში მანქანა არ მყავს და რომელიღაცა საზოგადოებრივ ტრანსპორტს უნდა ავეკონციალო პირდაპირ მნიშვნელობით ვერ ავეკონციალები და უნდა დამეწიჭკნოს ნერვები ბოლო დონემდე ხო? ანუ უკვე გაღიზიანებული მივდივარ სამსახურში. სამსახურში კიდე ვიღაცა ორი ადამი ხდება და მოყვება როგორი მძიმე ქრონიკები ქონდა რაღაცა გასული ერთი თვის მანძილზე დედამთილთან. ნუ არ ვიცი პირობითად ვიღაცა ინგა დაჯდება და მომიყვება როგორ უმტყუნა სიტუაცია ნუ ვიღაცა ახალგაზრდობილ პარტნიორთან და ნუ დღეს როგორ გაურკვევლობაშია
არ ვიცი, ვიღაცა ცირა დაჯდება და მეტყვის, რომ ან ვიღაცა თეა დაჯდება და მეტყვის, რომ აი, იცი რა ხელფასი ვერ ეყო რაღაცეებში და კიდე ვიღაცა რაღაცას მომიყვება, კიდე იქ უფროსი შემოვა და აუ, რაღაცა მოკლედ. იქიდან წამოვედი, ხო? ეს მთელი სტრესები დახუნძრული, გამოვედი სუპერმარკეტში გამოვიარე, რომ სახლში რაღაცა ამოვიტანე, იქ რაღაცა დაგრუზული ყოფის შემხვდა, ხო, კონსულტანტი თავის ცხოვრების სცენარებიდან გამომდინარე ან რაღაცა იმ დღის მომენტებიდან და ნუ აი ახლა არ მითხრათ, რომ რა ძალიან შავფერებში ხატავთო, ყველა ფეხის ნაბიჯზე ეს ამბავია, ხო ასეა? ნუ თუ არის ერთეული გამონათებები, მთლად უკეთეს. ნუ სახლში მოვედი კიდე მოკლედ. ახლა არ მოვყვები მთელი რუტინას ამ ამბებისას, მაგრამ ნახეთ რა მდგომარეობაშია მთელი დღე ეს ჩვენი სხეული და ჩვენი ფსიქიკა, ხო? და როცა ტვინი აი ამ მუდმივ სტრესებშია, პლუს ამას ეს ახალი სტრესები რაც ემეტება. პლუს ის ძველი პრობლემები, ნახეთ, აი თქვენ შეიძლება სულ არ გახსოვთ ბავშვობაში რძერო გადაგესხათ ფეხზე, მაგრამ თქვენ სხეულს ახსოვს ეს ტკენა და ეს ტკივილი, ხო? თქვენი სხეულის მეხსიერებაშია ეს ჩალექილი. აი მასწავლებელმა რომ რაღაცა ცუდად გითხრათ, ის თქვენს ემოციურ სხეულში და ემოციურ მეხსიერებაშია, ხო, ჩალექილი, ან ვიღაცამ რო გითხრა რომ აუ რა როგორ გასუქდი და რას გავხარ, ან როგორ მოკლედ არ ვიცი, ან დედა შენი რა ვიცი როგორ რა შევადარო, არ ვიცი. რატომ მუშაობს პირობითად მოლარე კონსულტანტად, ხო? ან თქვათ დედა შენი ცუდი მასწავლებელია, ხა რაღაცა ძალიან ისეთი ულტრირებული შედარებები მომყავს რა, ამაპატიეთ, მაგრამ ხო არის ესეთი მომენტებიც არა, რომ ჯერ კიდე შეუგნებელ კატეგორიასთან გვაქვს ხოლმე საქმე, რომ რაღაც ეს შერჩევითობის პრინციპები როა, ხო? და მე ჩამრჩა ის ძალიან ცუდად და მძიმედ ჩამრჩა, რომ ესე რომ მითხრეს და რაღაცა უკვე იცი როგორი მომენტი მაქვს, რა, იმ ძალიან ცუდი მაგალითი მომყავს მაპატიეთ ყველასთან, მაგრამ უბრალოდ მინდა სარკეში ჩავახედო ბევრი ვიღაც, რომ ეს რეალურად ასე ხდება, ხო? ან ვიღაცამ მითხრა, რომ ბებია შენი რატო ალაგებს სახლებს, ხო? და რაღაცა ისეთი ზემოდან გადმომხედა. იმ წუთას მე კი გავეცი პასუხი, მაგრამ ნუ ეს ჩემს მეხსიერებას ცუდად ჩაარჩა და დღეს უკვე აგერ 50 წლის რომ ვარ, ის მომენტი მაინც მუშაობს ქვეცნობიერში. შეიძლება მე აღარც მახსოვს ის ვიღაცა, არ ვიცი, ლამარა რომელმაც ეს ამბავი მითხრა, მაგრამ ნუ მე ჩამრჩა ეს ცუდად, ხო? და დღეს უკვე რაღაცა საკუთარ სახლსაც რო ვალაგებ, გაუცნობიერებლად შესაძლოა ის რაღაცა ტრავმა მქონდეს. ესეთი უამრავი რაღაც არის ჩადებული ჩვენ სიტუაციაში, იმიტომ რომ ადამიანები თვითონაც სხვანაირები გავხდით და რაღაცა აი ეს ბალანსი ფასეულობების ძალიან დაირღვა და ძალიან ისეთი ყბადაღებული გახდა, ხო? და შესაბამისად ბევრი რაღაცაზე ძალიან ცუდად ვრეაგირებთ. კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით ძალიან გთხოვთ, სწორად გამიგეთ ეს შედარებები, ხო? მე პირიქით დასაკნინებელი კი არაფერი ვთქვი, პირიქით მე რომ დასაკნინებლად მივიღე და ის ტრამვა რომ დამრჩა, აი ამას ვსვავ, ხო ხას? ნუ პირობითად ვამბობ რა, აქ შემეძლო აბსოლუტურად სხვა პროფესიები მომეყვანა. კიდევ ერთხელ საჯაროდ გეუბნებით, რომ სწორად გაიგოთ ჩემი ნათქვამი და არ მოხდეს ამ ნათქვამის სხვადასხვა ბრუნვასა და რაკურსში მერე დატრიალება. ასე რომ ეს ჩვენი სხეული ფსიქოლოგიური, ემოციური სხეული ხო ამ დღეშია, ეს ჩვენი ფიზიკური სხეული რა დღეშია, წარმოიდგინეთ. ამ სტრესისგან და ნერვიულობისგან ზოგი გავხდით, ზოგი გავსუქდით. ეს ფეხები ძლივს გადაათრევენ ამ მძიმე სხეულს. ან პირიქით კი დასუსტებულები ვართ, მაგრამ თაობური გვეხმარა და საწავიქცევით კაცმა არ იცის, ხო? უკიდურესობებს და დუალურს არ ვლაპარაკობ, რეალურს ვლაპარაკობ. საჭმლის მომნელებელი სისტემაა და სულმუდმივად იმაზეა გადასული, რომ ეს ჩვენი ფასტფუდები როგორ გადაამუშავოს, როგორ დაშალოს ნივთიერებები, ნივთიერებათა ცვლა როგორ ნაწილობრივ მოწესრიგებულად შეგვინარჩუნოს. ჩვენს თავზე არ ვფიქრობთ, არ ვინდობთ არც საკუთარ სხეულს, არც ერთ დონეზე, ხო, არც ემოციურ დონეზე, არც ფიზიკურ დონეზე, ვაყრით ამ საზიზღარ და მოშხამულ საკვებს, მოშხამული ინფორმაციას ვაყრით საკუთარ თავს და მოკლედ რასაც ვიღებთ. მე ვჩივით რატო ვართო კაცო ამ დღეშიო. ხო და ჩემო კარგო ადამიანებო, ადამიანი რომ მე დასვენება ხო ჭირდება ამ ადამიანს. არ არის დღეს საბედნიეროდ ის ფუფუნება, რომ შენ წახვიდე და სარელაქსაციო მასაჟი გაიკეთო დღის ბოლოს, ხო? ნუ არ არის ამისი ფუფუნება, არ არის იმისი ფუფუნება, თუნდაც ფსიქოლოგთან მიხვიდე, თუნდაც ტაროლოგთან მიხვიდე, ხო? ნუ არ არის ეს ფუფუნებები, ისეთი თანხებია და
ისეთ ფინანსურ თემებს უკავშირდება. თუმცა ვინც მიდის კიდე იქაც პრობლემა არ გვარდება. ნახეთ დააკვირდით, აი მოვიდა კლიენტი და მიყვება თავის ამბავს. და მე ვეუბნები, ტაროს გარეშე, უბრალოდ პროფესიიდან გამომდინარე, რომ შენ მეგობარო, აი ერთი ბავშვის მერე რომ მილები გადაიკეტე, რომ ამ ადამიანისგან მეტი შვილი აღარ გინდოდა. და დღეს მაინც ამ ადამიანთან ცხოვრობ, არა ურთიერთობა, არა მოფერება, არა ემოციური სიახლოვე, აბსოლუტურად არაფერი ამ ადამიანთან არ გაკავშირებს. წლებია ცალკე ხართ. რომ გითხრას ვინმე რომ საყვარელი ყავსო, მაგაზეც რეაქცია არ გექნება და მოდიხარ და მეუბნები რომ დეპრესია გაქვს, ცუდად ხარ და რა გიშველო და გეუბნები რომ იცი რა, ვერაფერს ვერ გიშველი თუ შენ ან უნდა შეეგო ამ სიტუაციას და მიიღო ეს ადამიანი და გააგრძელო ურთიერთობა და სიცოცხლის ენერგიები ამ ადამიანთან დაიბრუნო, ან არა და სამყაროს შენ ხედავს უკვე მაპატიეთ და ჩამოწერილ პროდუქციად. ასე ვთქვათ, იმას აღწერას რო აკეთებენ ხოლმე, ხო იცით, ინვენტარიზაციას. ჩამოწერილ ინვენტარად აღგიქვამს სამყარო, იმიტომ რომ შენში აღარც ლიბიდოა, აღარც ინტერესია ცხოვრების, არაფერი ინსტინქტებზე ხარ გადასული, ჩამომჭკნარი ხარ სულიერადაც და ფიზიკურადაც. და ნუ სამყარო ჩათვლის, რომ შენ აღარ ახარ საჭირო და გადაგდებს გვერდზე. და გზას დაუთმობს ადამიანს, რომელსაც სიცოცხლე უჩქებს დარღვევშიც და გონებაშიც. და ნახე რა დილემის წინ დგება, შენ ეუბნები, ზუსტად ეუბნები გამოსავალს რა არის გამოსავალი, რომ ამ ადამიანმა სწორად იცხოვროს, მაგრამ ის იმას ხო ვერ ეტყვი, რომ ოჯახი დაანგრიე. შეიძლება უთხრა კიდეც, მაგრამ ის არ არის მზად რომ ეს გააკეთოს. ანუ რა გამოდის, რომ ტყუილად წყლის ნაყვა ჩემი დახარჯული ენერგიაც და მის დახარჯული თანხაც და დროც, ხო? მერე აი მოკლედ მთელი ის მოსდევს ხოლმე მე მართლა ქრონიკები ამ ურთიერთობებს, ჩემს თავზე არ ვამბობ, ზოგადად ვამბობ რა. ამიტომ ჩემოკარგო ადამიანებო, ნებისმიერ ადამიანს დღევანდელი რუტინიდან გათავისუფლება ჭირდება, ელემენტარული ლაპარაკი ჭირდება. ხო, ელემენტარული არ ვიცი, მედიტაცია ჭირდება, ცოტა ხანი თავის თავთან არჩენა ჭირდება. რისი ფუფუნებას ბევრს სამწუხაროდ არ აქვს, იმიტომ რომ 5 შვილი ახვევია ვიღაცას თავზე და ახლა ვიღაცამ რო უთხრას, რომ 5 წუთი გაჩუმდითო, იქ არ გაჩუმდება არავინ. ხო და შესაბამისად და კიდევ ერთი, აბა მოდით ცადეთ უბრალოდ დილით რომ გაიღვიძებთ მამაკაცებმაც და ქალბატონებმაც ვინც მისმენთ. ასე საწოლიდან რომ წამოდგებით ესევე შიშველი, ხო? ან პერანგი გაცვიათ, ან მაისური გაცვიათ, არ აქვს მნიშვნელობა, სარკეს ჩაიხედეთ და საკუთარი თავი შეაფასეთ. აბა იმსახურებთ პრინცს? თქვენ ხართ ის რომ პრინცი დაიმსახუროთ? თქვენ ხართ მზად იმის, ანუ რეალურად რაც შენშია იმას იზიდავ. ეს ძალიან მარტივი ფიზიკის კანონია. რა სიტუაციაშიც და მდგომარეობაში ხარ, შენ იმ სიტუაციას და მდგომარეობას იზიდა. ნუ მე განზიდვა როგორ ხდება, ესეც კიდე ფიზიკური კანონებს ექვემდებარება და ეს ცალკე თემაა, მაგრამ მიმიხვდით ხო რასაც ვამბობ. ახლა გადავიდეთ მთავარსა. რა ენერგიებს მიყვებით, რატომ დავიწყებ მთელი ეს ამბავი, ხო, იმიტომ რომ სრული ქაოსი გაქვთ, მეგობრებო. კი ბატონო, რა შემიძლია გითხრათ? აი არკანი ძალითაც კი არ შემიძლია რომ გითხრათ, რომ ძლიერი და რაღაცა ისეთი ადამიანი ხართ, იმიტომ რომ ამ დასტაში ეს არკანი ძალა ცოტა სხვანაირად არის გაშიფრული. დაკიდებული მამაკაცის არკანით, კი ბატონო, პოზიტიურია იმ ხრივ, რომ როგორც კი ელფი ხელს გაუშვებს, ეს პირდაპირ მონეტებით სავსე ჯამში ქილას ჩაყოფს თავს. მაგრამ რა მერე? აი ამ გზის უკან ხო რაღაც დგას, რამაც აი ამ თავდაყირა სიტუაციამდე მიიყვანა ადამიანი. თქვენ თავშესაფარს ეძებთ, თქვენ ეძებთ დასაყრდენს, ემოციურ დასაყრდენს უფრო ვიტყოდი მე სითბოს, აი ნახეთ გადარჩენა სითბოს ეძებს ეს ადამიანი მგელში, განრისხებულ მგელში, რომელიც გააფთრებულია და ჯერ კიდე არ გადაუწყვეტია ამ ელფს შეიფარებს თუ არა. გაორებული ხართ. აბსოლუტურ მენტალურ პრობლემებში ხართ გადავარდნილი, არ ვიცი, ვიღაცა შეიძლება იმდენად დამოკიდებული ხართ რაღაცა სიტუაციებზე ან პირდაპირ მნიშვნელობით ალკოჰოლზე ან ნივთიერებებზე. არც ამას არ გამოვრიცხავ, მაგრამ ვიღაცა საკვიატებები გაქვთ სერიოზული ურთიერთობასთან დაკავშირებით, ილუზიები. აქ სამკუთხედით რომ გაიშალოს მერე სცენაზე მსახიობები გამოლაგდნენ სამკუთხედის პენტაგრამით, ეგეც არ გამიკვირდება. შიშები, ილუზიები, წარმოსახვები,
იმედგაცრუებები, ნუ აი რა უნდა გითხრათ, აბა რა ვიცი, მეგობრებო, რა გითხრათ, რით გაგახაროთ. აი ეგ თემაა. კარგით, თუ დაახლოებით ეს მომენტები გააქვთ, ჩემო კარგო ადამიანებო, განაგრძეთ ყურება. თუ არა ტყუილად დროს უნდა დაკარგავთ, ხო? და ვნახოთ აბა ახლა კი ბატონო, კი მომიყევით უკვე როგორც ხართ, მაგრამ ჩვენ ხომ უნდა ვიკითხოთ და მივყვეთ გაშლის პრინციპს. აჰა, რა ენერგიებში ხართ? კი ბატონო. აჰა, ისევ ხმლები, ნუ აი რა გავაკეთო. უბრალოდ ციფრები იცვლება. მაგრამ ეს მომწონს უკვე რა ხდება, ოპა. აჰა. აი რა უნდა გითხრათ, მეგობრებო, ხა აი უბრალოდ არკანებს ვიღებ, ვუყურებ და აი გაოგნებული ვარ. რა უნდა გითხრათ, რა ენერგიებში ხართ? ამ დასტაში, ჩემო კარგო ადამიანებო, მაგი პირდაპირ რიტუალს აღნიშნავს, პირდაპირ აღნიშნავს პრაქტიკოსს. აქვე მაქვს ქურუმი ქალიც. გასაგებია რომ ებღაუჭებით რაღაცა მატერიალურ სიტუაციებს და ეს მატერიალური სტაბილურობა თქვენთვის მნიშვნელოვანია, თან ძალიან მნიშვნელოვანია, მოდი ასე გეტყოდით. მაგრამ რაღაცა კარმულ გზას გადიხართ, მეგობრებო, და აქ არ გამოვირიცხავ, რომ თქვენზე ძალიან სერიოზული ზემოქმედება იყოს, იმიტომ რომ პრაქტიკულად ხედავთ ხო აი რა სიტუაციები გაქვთ. და აქ მაქვს მაგის და ქურუმი ქალის არკანები. ძალიან არ მიყვარს ხოლმე ამის თქვენ ჩემს გაშლებს რომ უყუროთ. ძალიან იშვიათად რომ ეს ხმამაღლა ასე დავაფიქსირო, მაგრამ აქ არ გამოვიცხავ. მოდი აბა ავიღებ ახლა ამ არკანებს. ყველას. კარგად ავჩეხა და კიდევ მაინტერესებს კონკრეტულად მანახე რას პრობლემების წინაშე დგას ახლა ჩემი მაყურებელი. მის თავს რა ხდება? აი ეს მანახე, მოდი აბა. იმპერატრიცა. სამართლიანობის არკანი. ოპა, იმპერატორი. რა საინტერესოა, მეგობრებო. ათიანი კვერთხი. სამყარო. აქ არა, აქ ცალსახად არა, აქ მეგობრებო, აქ გადიხართ სერიოზულად კარმულ გზას. და აქ მე თავიდანვე ვთქვი რა, რომ ვიტყვი, არ არსებობს, რომ მე ენა მიყივის ხოლმე. აქ სამკუთხედი ისია, აი, როგორც 90%-ში ეს ამბავი გაქვთ. ოი, დედა. აი, კიდე მანახე. ვაი, დედა რა არეულობა და ქაოსი გაქვთ. მაპატიეთ, მაგრამ იმდენი არკანები გადამიცვივდა, რომ
არა და ერთი უწყინარი კითხვა მინდოდა, რომ კიდე ერთი არკანით ვნახოთ თქო. რა ხდება ჩემი მაყურებლის ცხოვრებაში თქო და დამეფანტა მთლიანად არკანები. მოდი აბა ავჩეხოთ კიდე. მანახე. სამკუთხედი. აქ მეგობრებო, ძალიან დიდ რიცხვზე გადათამაშდება სამკუთხედი. მამაკაცები მიყურებთ თუ ქალები არ აქვს მნიშვნელობა. აქ აგერ სამართლიანობის არკანი პირდაპირ შუაში ამოვიდა. ჯერ ეს იმპერატრიცა ამოვიდა, მერე ეს და ეს. აქ ეს ურთიერთობა უკვე ტვირთია. ძალიან სერიოზული ტვირთია. აქ ბავშვების ფაქტორი ძალიან დიდია. ძალიან დიდ როლს თამაშობს აქ ბავშვების ფაქტორი, მეგობრებო, და სხვათა შორის მინდა გითხრათ, რომ ისეც გადათამაშდება, რომ ვიღაცას რომ ვინმეს შვილს შესაძლოა აქვს პრობლემა ქონდეს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. აქ მესამე ფაქტორები არიან, ოღონდ აქ ან თქვენ ხართ იმ მესამე ფაქტორზე პატარა, ან პირიქით ის არის პატარა, რაღაც ასაკობრივი სხვაობა ყველა შემთხვევაში გექნებათ. აი, პრაქტიკულად ცოცხალმკვდრის ენერგიებში ხართ რა. ეს სხვათა შორის მესამე მხარეს დაწყებული ურთიერთობა ახალია. დიდი ხნის ურთიერთობა არ არის. ან ახლად განახლებული თემაა. დღეს მანძილი და გაქვთ და შესაძლოა საკმაოდ შორსაც იყოთ, მაგრამ ძალიან გენატრებათ. ოჯახურ სიტუაციაში აქ პრაქტიკულად სრული სტაგნაცია მაქვს. სრული სტაგნაცია. კაი, ეხა მე ერთი წამი კიდე უნდა ვიკითხო, აი მესამედ ვუბრუნდები, არ რაღაც მაკლდება თითქოს, რომ ახლა ვინც მიყურებს, აი სამი არკანით მაჩვენე უბრალოდ. რას უკავშირდება მთელი ეს ხმლები და უბედურებები, რასთან არის კავშირში? აი ეს მანახე გეხვეწები. მაჩვენე ძალიან გთხოვ, რას უკავშირდება? აბა მაჩვენი ახლა რას უკავშირდება? ნგრევა. ოპა. ქურუმი ხალი. კაი, მესამე არკანის მანახე აბა და თავისით გადმოფრინდა. და კაი, ჩვენ ამოვიღოთ ეს ხმების ქალიშვილი და ამოვიღოთ ჩვენ თვითონ კიდე ერთი თასების მეფე. არა აქ მეგობრებო. აი, ეხლა ნახეთ, აი ამ არკანებში მე როგორ უნდა ვთქვა, რომ კი, ფარულია ურთიერთობა. ვიღაც მეტყვის, რომ იცი რა, აგერ, ქურუმი ხალი და ფარული ურთიერთობა, რაღაც დაფარული ინფორმაციები და ამბები, მაგრამ ამ დასტაში მაგიც და ესეც დიდ წილად მაგი უფროას სიმართლე რო გითხრათ, ჯადოქრის და ეს ცუდი რა, დადებითიც და უარყოფითიც ხო რიტუალი, ისეთი შეიძლება იყოს და ასეთი შეიძლება იყოს, მაგრამ დააკვირდით მეგობრებო, ქალს ერთი თითი აქვს ზეცისკენ აშვერილი და აქედან მიედინება მაღლა, ქალის ენერგია მიედინება მაღლა ცისარტყელად. მთვარი აქვს მასკა დაფარებული, ანუ სახეს არ გვაჩვენებს. ნახევარმთვარეთაც შეგიძლიათ პატარად ხო და ინის და იანის მომენტიც არის ოღონდ სხვა ფორმით და ხელში უჭირავს წიგნი. მაგრამ ამ წიგნიდან ნახეთ როგორი მომენტია და ხჭული თვალებით ხომ ვერ წაიკითხავს. ანუ მან იცის პირიქით, ამაზე მეტი ცოდნა აქვს და ამისი ენერგია ზემოთ რაღაც კოსმოსში უშვებს თავის დავალებებს და მოთხოვნებს. აქ ასაკობრივი სხვაობა მესამე პარტნიორთან ყველა შემთხვევაში არის მეგობრებო. კაი. მოდი ახლა მანახე უახლოეს პერიოდი რა იქნება, თორე ამდენმა ხმლებმა და ნეგატივმა მეცე ენერგია წამართვა. მაჩვენი აბა მანახე ახლა უახლოესი პერიოდები რა იქნება, თასების მეფე ისე გრჩებით. აჰა, ისევ ესეც მრჩება. კი ბატონო.
რა გავაკეთო, მეგობრებო? რა ვქნა ხალხო, დამენახეთ, რით გიშველოთ. იეროფანტის არკანი აკლდა ამ თელ ბედნიერებას. არ ვიცი, რაღაც შეიძლება სერიოზული სხვაობებიც გქონდეთ ერთმანეთთან, არც ამას გამოვრიცხა. რელიგიიდან დაწყებული, რა ვიცი, ოჯახური ღირებულებებით დამთავრებული. უახლოესი ენერგიები რა იქნება, მეგობრებო? გულის ტკენა, რაღაცა უმადურების განცდა, დაუფასებლობის განცდა, ისევ ორი ადამიანის რჩება თქვენს სიტუაციაში. მამაკაცები მიყურებთ თუ ქალები არ აქვს მნიშვნელობა. ილუზიები გაქვთ, ტვირთად გაქვთ ქცეული, თითქმის ორივე ურთიერთობა. მოდი რა გულწრფელად გეტყვით, რომ აღარც ერთი აღარ გინდათ. აი ამ სიტუაციაში ხართ უკვე. აღარც ის გინდათ და აღარც ეს გინდათ. და შეიძლება პირდაპირაც დიახ რჩევას ეკითხებით ვინმეს, რომ აი რა ვქნა, ამ შემთხვევაში როგორ მოვიქცე, რა მოვიმოქმედო. მე დავიღალე გულწრფელად ვამბობ და მე გამომეცალა არაქადი და ახლა თქვენ როგორ ხართ დაახლოებით კი წარმომიდგენია. მაგრამ რის გამო და რის ფასად გიღეთ ეს ყველაფერი ეგ აღარ ვიცი უკვე. ეგ ცოტა მე ვერ გავიგე. მოდი ასე ვიკითხავ რა, ძალიან რო არ ავირიოთ. ფინანსები და კარიერა მაჩვენე უახლოესი ენერგიები ჩემი მაყურებლის აბა მაჩვენე და მაჩვენე პირადი, აი ერთად ამომყვა ერთიანად რო ამოვიღე სამი არკანი. იყოს, ნახოთ ახლა აქ რა ხდება. ფინანსებში მეგობრებო, არა, აქ არაფერი პრობლემა არ გექნებათ. პირიქით, ვიტყოდი რომ რაც გაქვთ კიდე იმაზე მეტი და მეტი მოგეცემათ. შემოსავალიც კარგი გექნებათ და შეიძლება დაწინაურებაც გქონდეთ. აქ არაფერი ძალიან კარგი და პოზიტიურია მხოლოდ. აქ რა ვთქვა? რა შემიძლია გითხრათ მეგობრებო ამ არკანებით? აქ ისევ რაღაცას ებღაუჭებით, იმ თქვენს ადამიანს ებღაუჭებით 100-ას. გაშვება არ გინდათ და ხართ აი ესეთ ნახეთ. ხედავთ ხო რა საშნელი არკანია. კიდე მანახე. პირადი მანახე რა იქნება კიდე პირადში მანახე. აი დედა. აქ განდეგილის პოზიციაში არა, ისა ძალიან დიდი პოჩი, მართლა აღარ მინდა გაგრძელება. აქ რაღაც ძალიან სერიოზული ზემოქმედების ქვეშ ხართ მეგობრებო. ლოცვები მაინც წაიკითხეთ თუ ვინმესთან არ მიხვალთ, ან მამაოსთან მიდით, არ ვიცი, ან კვეთებულის ლოცვას დაესწარით, ან რაღაცა ქენით. აქ შეიძლება საკუთარ თავსაც იმთვარავდეთ, არც ეგ არ გამიკვირდება. ნუ ეხლა მთვარე ყველაზე აქ მაგი მყავს. თუ სხვა არ ერევა. აბა მოდი მანახე ერევა სხვა, მიცათ. ეს ვინმეს ჩარევით არის? უმადური, გამწარებული, განერვიულებული, დასტრესილი, აკვიატებებში მყოფი ადამიანი. სგან არის ეს ყველაფერი გაკეთებული. რომელიც გიყვართ. რომელთანაც თვლით, რომ უფრო სწორედ აი გიყვართ კი არა, ხო, აი რომელთანაც აი ესეთი ტიპის ურთიერთობა გაქვთ, რომელთანაც უფრო სწორედ ეს გინდათ, მაპატიეთ. და სხვა ჯერს ამ ურთიერთობაში შვილიც გინდათ. თქვენ არა ხართ ისე მარტივად, რომ ეს ყველაფრის თანახმა არა ხართ.
ოჯახი დინდათ, დასტა. და აი ამ ყველაფრის გამოკეთდება მთელი ეს ამბავი. არ გამოვრიცხავ მეგობრებო, რომ ზომიერების არკანი, ხუთიანი ხმლებიც აგერ გვაქვს და 10-იანიც არ გამოვრიცხავ მეგობრებო, თქვენც აკეთებდეთ რამეს და აკეთებდეთ არასწორად. რა ვქნა? აი, თუ ამ ადამიანზე ფიქრს საერთოდ ჩაიხსნება და ჩაეშვება, ჩამოეცლება ჩემი მაყურებელი, მაშინ რა იქნება ეს მანახე აბა. თუ შეძლებს და ჩამოეხსნება ამ ადამიანს, მერე რა იქნება? ვარსკვლავის არკანი, იცით თქვენ ძალიან დადებით და პოზიტიური არკანია. დაბალანსება, ჰარმონია. ეს რის ხარჯზე მაქვს მანახე აბა? ხომ, რის ხარჯზე. ანუ უკეთეს სიტუაციაში გადასვლა, მაგრამ რის ხარჯზე? აჰა. არა, ნახეთ რა მომენტი აქვს მეგობრებო. თქვენ ამას თუ შეძლებთ, თქვენ ყველა შემთხვევაში ენერგეტიკულადაც ისეთ საფეხურზე გადახვალთ, ისე ამაღლდება თქვენი სიხშირეებიც და ვიბრაციებიც. და იმდენად სხვანაირად შეხედავთ ყველაფერს, სხვა შორის სწრაფი ტრანსფორმაციის უნარი გაქვთ. რომ აი ნახეთ ამ ადგილს დატოვებთ, წახვალთ სხვა სიტუაციისკენ და უნდა გადაერთოთ ყველა შემთხვევაში მაქსიმალურად თქვენს კარიერაზე, თქვენს სიტუაციაზე, წარმატებები ყველა ვარიანტში და მიზნის მიღწევა გაქვთ კარიერულ სფეროში. ადამიანის გამოჩნდება ვინმე მანახე აბა, გამოჩნდება თუ არა ადამიანი ტრანსფორმაცია, სხვა შორის ამ და კიდე ეტლის არკანი. ნახეთ ამ დასტაში ტრანსფორმაციის არკანი ჩემო კარგო ადამიანებო, ესა სიკვდილის არკანი ნიშნავს ანუ ახალ შესაძლებლობებს. ეტლის არკანის ორივეს თუ მართლობას კარგად სწორად დაიჭერთ ბალანსს, ხო? წარმატების მომტანია და კიდე აბა მანახე. კიდე რა იქნება და ამ ერთი არკანით და უნდა დავასრულო, მაპატიეთ ძალიან. აჰა. ორი არკანი ამომყვა ერთად. კვერთხების ტუზი და თასების მეფე. ხვდებით? რა უნდა გააკეთოთ? ასე ჩემო მეგობრებო, მოკლედ ბევრი ვისაუბრე თუ ცოტა ვისაუბრე. ჭირი იქა, ხინი აქა, კატო იქა, ფქვილი აქა. მე რაც შემეძლო წაგიკითხეთ, გითხარით, დანარჩენი თქვენი ცხოვრება თქვენიცით ჩემო კარგო ადამიანებო, წარმატებებს გისურვებთ. თუმცა მოდით ერთი ჯადოქრების ტაროს ვკითხოთ, ერთი იმითი ორაკულით, რას გირჩევთ, ხო, ან რას გპირდებათ, ან რას გეტყვით. მოიცათ რა კი რატომღაც მომინდა მოკლედ. ვნახოთ, აბა ვნახოთ. აბა გვაჩვენე. ოპა. დაცვა გაქვთ, მეგობრებო. სამყაროს დაცვა გაქვთ. სამყარო გიცავთ თქვენ. სამყარო გიყურებთ. და სამყაროსგან ნახოთ კიდევ რას გეუბნებიან. აჰა, ნახეთ, ხედავთ. ფემი, ანუ თუ მამაკაცი მიყურებს იმ შემთხვევაში როგორ იქნება მაშინ? აბა მანახეთ, თუ მამაკაცი მიყურებს ამ ნახეთ მეგობრებო, რა საინტერესოთ მამაკაცებს გპირდებათ სახლის კერიას. ამაზე იფიქრეთო, ნახეთ. და ქალბატონებს გეუბნებათ, რომ მეტი ქალურობა შეინარჩუნეთო. მეტი, ასე ვთქვათ, ანუ ფემინურ მიმღებ ენერგიებში გადადითო. გესმით, ხო? და მოდი აბა ერთი მამაკაცებისთვისაც და ქალებისთვისაც კიდევ
ყველაფერი ძველი გაუშვით. დაასუფთავეთ გენერალური, თვალჩეს ეს ორაკული ხშირად ამოდის ხოლმე, როცა მე ვკითხულობ და მიაქციეთ ამას ყურადღება, ხო ის ჰაერზე არ გირჩევენ ესენი. ჭკენებიანი ანჯადოფრები. გამიგრძელდა კიდევ საუბარი, ხო, კარგით. ეხლა ამ ეტაპზე ნამდვილად მართლა დაგემშვიდობებით დროებით.